მიწის გაფორმებასთან დაკავშირებით იყვენ თუ არა მოსულები თქვენ? კი. ვინ იყო მოსულები? ვინ იყო დადიოდნენ და ახლა ჩვენ დავდივართ და ვაფორმებთ ძელი. სად დადიხართ? ჩვენთან საკრებულო აგერ ხო გვაქვს. საკრებულოში იფორმებენ კი, აფორმებენ საბუთე ისწავლა და მე დისკით გადაიღებენ ბებო და დისკი მოგვა ჩვენ რა ვიცი როგორ ამე არის თქვენი ფერყი. და რამდენად გიფორმებენ? ეს არ ვიცი. რა ხდება აქ მე უფულოდ არის თუ და არ ვიცი. უფასოდ ვიკეთებ. კი. თვითონ გამგებელი იყო და შეხვედრა ჰქონდა იმასთან მოსახლეობასთან. რომელი გამგებელი? სოფლის გამგებელი? არა. თვითონ რაიონის და სოფლის ერთად იყვნენ, კი. და რა გითხრეს რა? ის იქნებაო, უფასოდ გაფორმება. მიწების. კი. არავითარი ერთი კაბი არ იქნება გადასახდელიო და ესე იგი აუცილებდა ორშაბათს. გამოწამო ერთი წარმომადგენელი, ხალი მოყვებოდა ორი კიდე. ვინ იყო მოსული? ხობიდან იყო. მოვიდნენ და გვითხრენ რომ უფასოდ გავაფორმებდო ეს მიწა, ეს ვისაც საკუთრება აქვს მიწები და ესენი. და მე საერთოდ არ გინდა მოსული არიან რა ვიცი. და გითხრეს რომ აქეთ მოვიდნენ თვითონ? თვითონ მოვალ თუ აქეთ გვითხრენ და თქვენო პასპორტების ასლები გაამზადეს და გვითხრენ და გავაკეთებ და უფასოდ ყველაფერს. მიწის გაფორმებასთან დაკავშირებით ვინ არის აქ? ისა ახლა დღეს ფული მისაცი. და მანამდე რა ღირდა ეს? მანამდე რა ღირდა თუ ვინმე გაყიდვა მოუნდებოდა ან დენი შემოყვანა სამი ფაზით ხო ხდება ან მაღაზია ჩაიდგა ბუთკა ხო? თუ საჯარო ეს არ გაატარებდა ესე ვერ მოახერხებდა მაგ საბუთების გაკეთებას. გადაყიდვას ან რამეს. და მანამდე ძვირი ღირდა. 300 ლარი. 300 ლარი და ეხლა არის უფასი. მიწის გაფორმებასთან დაკავშირებით და რა არის იცით? ძალიან დიდ ბურთს გიხდეთ, მაგრამ ხობის პრესასამხურს მიმართეთ და საკუთრებასთან დაკავშირებით თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარი გავიკეთოთ. რატომ? ხობის პრესასამხურს მიმართეთ და ისინი მოგცემენ სრულყოფილ ინფორმაციას.